ბრიუსელში მიმდინარე ევროპული საბჭოს ხდომას ესწრება უკრაინის ლიდერიც ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრაზე ევროპული საბჭოს ახალი პრეზიდენტის ანტონიუ კოშტას მიწვევით იმყოფება. ლიდერებთან ერთად ის განიხილავს უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების საკითხებს. სამიტამდე ზელენსკი მოლაპარაკებები გამართა ასევე ბრიუსელში ემანუელ მაკრონთან, საფრანგეთი უკრაინის შეერაღებული ძალების კიდევ ერთ ბრიგადას გადაამზადებს. გარდა ამისა, ემანუელ მაკრონი უკრაინაში სამშვიდობო ძალების გაგზავნის ინიციატივით გამოდის და ამ საკითხს სხვა ევროპელ კოლეგებთან ერთად განიხილავს. საბჭოს ხდომის დაწყებამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის გადარჩენა და პუტინის შეჩერება მხოლოდ ამერიკისა და ევროპის ერთიანობითაა შესაძლებელი. უკრაინის მიმართ ჩვენ უნდა ვიყოთ მკაფიო, შეგიძლიათ ჩვენი ურყევი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ, რამდენი ხანით საჭირო იქნება. ომის დროსაც და მომავალში, მშვიდობის დროსაც. გვინდა მოგესალმოთ ერთ დღეს, როგორც ევროკავშირის წევრს და ვიმუშავებთ თქვენთან ერთად ამისათვის და ყოვლის მომცველი სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად. ეს ომი უკრაინაშია, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ და ევროპის მიწაზე, მაგრამ სასწორზე დევს გაეროს ქარტის უნივერსალური პრინციპები, თვითგამორკვევის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისა და უსაფრთხო საზღვრების უფლებები. სწორედ ამიტომ ეს ომი არა მხოლოდ უკრაინას ან ევროპას ეხება, არამედ ეხება საერთაშორისო სამართალს და უნდა გაიმარჯვოს საერთაშორისო სამართალმა და აგრესია დამარცხდეს. ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება უკრაინის გაძლიერება. მთავარი პრიორიტეტი არის ენერგოსექტორის დაცვა. გულისხმობ ატომურ ელექტროსადგურებს. თუ რაღაც მოხდა, ეს სადგურები საშიშროებას შეუქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელს ევროპას. უკრაინისთვის ასევე მნიშვნელოვანია გაზის მარაგები. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი შიდა სამხედრო წარმოების გაორმაგებაა, რაც ნამდვილად კარგად მუშაობს და შედეგებიც არის ბრძოლის ველზე. მნიშვნელოვანია ჩვენი ბავშვების და სასკოლო ქსელის დაცვა თავშესაფრების ჩათვლით. ახალი წლიდან ძალიან საჭირო იქნება ჩვენთვის ერთიანობა ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის. ჩვენ გვჭირდება ეს ერთიანობა, რომ მივაღწიოთ მშვიდობას. ჩემი აზრით, მხოლოდ ერთობლივად შეუძლიათ შეერთებულ შტატებსა და ევროპას პუტინის რეალური გაჩერება და უკრაინის გადარჩენა.